პოლიციის მიერ მოკლულ კიდევ ერთ ადამიანზე ალაპარაკდნენ მისი ახლობლები. ეს არის გდანი ნაძელადევის პოლიციაში ცემისგან მოკლული ალან ყაყიტაშვილი. ეს ამბავი შაშან მოხდა. მეც გავაშუქე მახსოვს. დამამახსოვრდა ის, რომ გორში მაცხოვრებელი ალან ყაყიტაშვილი იყო თბილისის სერვის ჯგუფის თანამშრომელი ან დასუფთავებაში რომ მუშაობენ. დიდი ალბათობით კოცი ხო, როგორც წესი მან დეგენი მუშაობენ. ასაქმებენ კოცები თავიანთ, ასე ვთქვათ, მომხრეებს. ირაკლი ტატუნაშვილი ყვება ამ ყველაფერს, რომ ისინი რესტორანში ჩხუბის გამო დააკავეს პოლიციელებმა, გდანი ნაძელადევის პოლიციაში წაიყვანეს და ცალკე ისცემეს ტატუნაშვილი 6 კაცმა. და ცალკე ყავდათ გაყვანილი ალან ყაყიტაშვილი. ეს ირაკლი ტატუნაშვილი იხსენებს, რომ სახსამალათები იყვნენ აბსოლუტურად ორივენი და მას როცა ამუშავებდნენ ესმოდა ალან ყაყიტაშვილის განწირული კივილი. რომ ნუმცემთ და მიშველეთ, ეს ესცემეს, რომ 2 დღის შემდეგ მოკვდა ეს ალან ყაყიტაშვილი. და ჯალათები დღემდე არ არის დაჟილი. ანუ წარმოიდგინეთ, ახლა 6 კაცი თუ ამას სცემდა დაახლოებით ამდენივე იმას არ დასცემდა ხო, თვითონ ამბობს, ახლა პირდაპირ პოლიციას ხარ დააბრალებს, აი 6 კაცი მცემდაო. გამოდის მთელი განყოფილება იყო ჩართული ამ იმაში, ჯალათობაში, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხო? და პლუს ამას ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის სისტემური დანაშაული. ამას ქვია სისტემური დანაშაული. რომ მთელ სისტემაში ეს სიმსივნე არის მოდებული. 90-იანი წლებისა ეს განუკითხაობა რო იყო, ადამიანებს რა ქვია, პოლიციის შენობებიდან ვაგდებდნენ მე-5 სართულიდან, გემახსოვრებათ, ხო? და რომელიც, რა ვიცი, 10 წლეულები დაგვჭირდა ჩვენ, აი ჟურნალისტებს, რომ ეს შეგვეცვალა დადებითისკენ და ადამიანებს დაგვემგავსებინა ეს პოლიციელები. ეს ცნობისთვის ისე ხანგრძლივი ბრძოლა იყო ჩვენი საზოგადოების და მათ შორის ჟურნალისტების. გავწერეთ ეს ვიდეო, ვიცოდეთ რა, კვლელები არ არიან ჯერ დაჟილები და საზოგადოებამ უნდა გამოიღოს ხმა.